ჩვენ ჯგუფში არიან უკვე კურსდამთავრებული, ევროპული ცენზის მქონე გეშტალტ თერაპევტებიც, მაგრამ ეხლა რასაც ვხედავ, არიან ახლა რომ გეშტალტს გემოსუგებენ და უმეტესობა თქვენგანი, რა თქმა უნდა, თქვენი მიზნის სახით გეშტალტ არტ აი ამ მიმართულების ათვისებაზეა ორიენტირებული და მოდით მეც ვარ მომართული იმაზე, რომ როგორ შეიძლება რომ თქვენ გეშტალტის ეს მსოფლხედვა, კონცეფცია და მისი ძირითადი პრინციპები გამოიყენოთ არტის, როგორც შემოქმედების ძალიან მრავალმხრივი რესურსის მქონე გამომსახველობითი საშუალებების ფორმაში. დავიწყოთ და გთხოვთ, რომ კითხვები ჩაიწეროთ გზა და გზა, რომ არ დაგავიწყდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაზუსტებისთვის კითხვების დასმა და როდესაც ჩვენ დავასრულებთ დღევანდელ ორნაწილიან ლექციას, მე აუცილებლად თითოეულს გკითხავთ, რა ვთქვათ, საკითხების მიმართ გაგიჩნდათ უფრო მეტი ინტერესი, რა რისი დაზუსტება გსურთ, დეტალიზება, ასე რომ მოდით ესეთი შეთანხმება ვიქონიოთ და შევუდგეთ გეშტალტ თერაპიის თეორიული და პრაქტიკული ასევე ასპექტების განხილვას. პირველ სლაიდზე ძირითადი გეშტალტის როგორც სიტყვის, მისი ცნების განმარტება მოვიტანე და მნიშვნელოვანია, რომ გეშტალტს ჩვენ არა მხოლოდ როგორც მთლიანობას, რომელიც ნაწილების ჯამზე მეტია და ანუ ამ ნაწილების ჯამისგან განსხვავებული, თვისობრივად განსხვავებული მთლიანობა ამ თარგმანის გარდა, ასე იგი გეშტალტს ამ გერმანულ სიტყვას კიდევ აქვს სხვა მნიშვნელობები, რომელიც მე ჩამოვწერე და რომ არ გამოგრჩეს, თითოეულს შევეხოთ. ეს არის ფორმა, კონფიგურაცია, ორგანიზებული სტრუქტურა, ანუ ეს რაღაც მთლიანობა, სტრუქტურირებული მთლიანობა, ორგანიზებული სტრუქტურა იგულისხმება აქ და ეს ერთიანობა. ბევრი მოვლენა შეგიძლიათ ამ ჭრილში დაინახოთ. ჩემი აზრით ადამიანია თვითონ გეშტალტი, რომ აღარა ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ გეშტალტურად აღვიქვამთ, ანუ მთლიანობითი არის ჩვენი აღქმა და ამაზე დღეს გვექნება გარკვეულად ყურადღების გამახვილება. ადამიანი, პიროვნება, ბევრად მეტი და განსხვავებული ესე იგი მოცემულობის მქონეა, ვიდრე მისი მენტალური თუ ფიზიკური ნაწილების ჯამი. არ დაიყვანება ხო ადამიანი აი ამ ნაწილების ჯამზე და ამიტომ მეც ადამიანს როგორც გეშტალტურ მთლიანობას ასე აღვიქვან. რომ აღარა ვთქვათ უამრავ სხვა სამყაროში არსებულ გამოვლინებებზე, მოვლენებზე, რომ მაგალითები მოვიყვანოთ, რაზედაც ახლა არ შეგაწყეთ თავს, იგივე პრინციპით შეგვიძლია აღვიქვათ სხვადასხვა გამოვლინება ჩვენისა. პირველ სლაიდზე ჩანს ჩვენი 2018 წლის გამოცემა, წიგნი, რომელიც უკვე აღარ არის გაყიდვაში, მაგრამ ახლა კიდევ ახალ რედაქციაზე ვმუშაობთ და ამიტომ აღარ ვჩქარობთ მის კიდევ ერთხელ გამოშვებას, არამედ ახალი ვერსია გვინდა, რომ შევიტანოთ უკვე გამომცემლობაში და ამის, ასე ვთქვათ, ვისთვისაც საჭიროება იქნება, PDF ვერსიას მოგაწვდით და ეს იქნება, ვთქვათ, თეორიული თვალსაზრისით თუ კიდევ რამე ინტერესი გექნებათ ხელმისაწვდომი. გეშტალტ თერაპიის თეორიულ საფუძვლებზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ეს წიგნიც მისი ყდა 2007 წელს გამოსცა დიმიტრი ნადირაშვილმა, რომელმაც საქართველოში შემოიტანა გეშტალტ თერაპია და ქვია ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია და შემთხვევით არ ქვია, იმიტომ რომ როგორც ახლა ჩამონათვალშია და ვეცდები მოკლედ შევეხო, გეშტალტ თერაპიას აქვს ძალიან საინტერესო თეორიული საფუძვლები, წანამძღვრები. გეშტალტ ფსიქოლოგია, რომელიც ზოგად ფსიქოლოგიური თეორია, მაქს ვერთჰაიმერის, ვოლფგანგ კელერის და
კურტ კოფკას მიერ იქნა წარმოდგენილი და რომლებიც სწავლობდნენ აღქმის სპეციფიკას, აღქმის კანონზომიერებებს და ეს პრინციპები, ეს კანონზომიერებები დღესაც მნიშვნელოვნად ხსნის სწორედ იმ ჩვენი აღქმის თავისებურებას, რომელზედაც დღეს გვექნება საუბარი კონკრეტულად კი როგორ არის ფიგურისა და ფონის ურთიერთმიმართება. და ფსიქოანალიზი, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის მიერ იქნა ჩამოყალიბებული, ფრიც პერლსი, გეშტალტ თერაპიის ფუძემდებელი, მისი მეუღლე ლორა პერლსი, ფსიქოანალიზის წიაღიდან გამოვიდნენ, თვითონ ფრიც პერლსი იყო ფსიქიატრი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი იყო ფსიქოანალიზით დაკავებული, ვისაც გაგონილი გაქვთ ვილჰელმ რაიხთან ერთად ასევე მოღვაწეობდა, კარენ ჰორნის ანალიზანტი იყო, ანუ ფსიქოანალიზში ჰქონდა ძალიან მძლავრად ფესვები გადგმული, სანამ მის საფუძველზე, ფუნდამენტზე აღმოაცენებდა სრულიად ორიგინალურ თეორიას და პრაქტიკას, რასაც დღეს ჩვენ ყურადღების ფოკუსში მოვაქცევთ, მაგრამ ფროიდის ფსიქოანალიზმა, რა თქმა უნდა, დიდი კვალი დაამჩნია გეშტალტ თერაპიას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ არსებით განსვლას და მთელი უზარმაზარი შრომა აქვს, ვთქვათ, კრიტიკული მიძღვნილი ფროიდის ფსიქოანალიზის მიმართ ფრიც პერლს, მაინც ჩვენ დღესაც ვეცდებით ვნახოთ ის საერთო საძირკველი, რომელიც ფსიქოანალიზს და გეშტალტ თერაპიას დღესაც აქვს და ამიტომ მაინც როგორც ყველა ფსიქოთერაპიული მეთოდის ასე ვთქვათ, დასაბამი ფსიქოანალიზი აქაც გეშტალტის საფუძველს წარმოადგენს. ეგზისტენციალიზმი და მათი ყველაზე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლები მარტინ ჰაიდეგერი და ჟან პოლ სარტრი, ფრიდრიხ ніცშე მათ შორის, ასე უწოდებენ კიდევაც, რომ ათეისტური ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელია, სწორედად ეს ავტორები არიან, რომელიც მიჩნეულნი არიან გეშტალტ თერაპიის ეგზისტენციალური ბაზისის, ორიენტირის საფუძვლად მდებარე ავტორებად და აი ეგზისტენციალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისე როგორც ფენომენოლოგიას გეშტალტ თერაპიის თვითონ არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მიდგომის გასაგებად და შემთხვევითიც არ არის, რომ გეშტალტი ეს არის ჰუმანისტურ ეგზისტენციალური მიმართულების ფსიქოთერაპიული მეთოდი და აქვე შეგახსენებთ, რომ სამი მიმართულება გვაქვს ფსიქოთერაპიაში. ეს არის ფსიქოდინამიკური მიმართულებები, ანუ ფსიქოანალიზური, ესე იგი, საფუძვლის მქონე ფსიქოანალიზზე აღმოცენებული ფსიქოდინამიკური მიმართულებები. გვაქვს ესე იგი ქცევითი მიმართულება, ანუ ბიჰევიორული, სადაც შედის კოგნიტურ-ბიჰევიორული, რაციონალური, ემოციური და ასე შემდეგ ის თერაპიული მეთოდები, რომლებიც კოგნიციის და ქცევის ცვლილებაზე არიან მიმართული, ძირითადად და ეს არის მთავარი ძირითადი ჩარჩო და ჰუმანისტურ ეგზისტენციალური მიმართულება, რომელსაც გეშტალტი წარმოადგენს, კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია, თვითონ ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, ლოგოთერაპია, ასე შემდეგ ისინი ის მოდალობები, რომლებიც ამ ფარგლებში ჰუმანისტურ ეგზისტენციალურ მიმართულებას წარმოადგენენ. ფენომენოლოგიაც, რომელიც ედმონდ ჰუსერლის და მორის მერლო პონტის მიერ არის წარმოდგენილი და მათი ძირითადი კონცეფციები უდევს საფუძვლად, როგორც თეორიის ფუნდამენტში არსებულ კონცეფციას გეშტალტ თერაპიულ მიმართულებებში ველის თეორია, რომელიც კურტ ლევინის მიერ არის უკვე კლასიკოსია კურტ ლევინი და ეს ველის კონცეფცია და ველის თეორია უსაზღრო მინდა ვთქვა, არა მხოლოდ გეშტალტში, არამედ დღეს ფსიქოლოგიაში და არა მხოლოდ ფსიქოლოგიაში ვიტყოდი, გარკვეულწილად კვანტურ ფიზიკაშიც კი საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, პერსპექტივის მქონეა
ანუ ეს თეორიები მიუხედავად იმისა, რომ უკვე არის თავისი არსით კლასიკა, მაგრამ დღესაც თითოეული მათგანი არათუ არ კარგავს თავის მნიშვნელობას, არამედ საოცრად ვითარდება და თანამედროვე მათი, ასე ვთქვათ, სახე და თანამედროვე ესე იგი მოდალობები, რომლებშიც ეს თეორიები აისახება, ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს. აღმოსავლური ფილოსოფია და ძენ ბუდიზმი ეს მსოფლმხედველობა, რომელიც გეშტალტში ძალიან მნიშვნელოვან საყრდენს ქმნის და როდესაც ახლა ჩვენ გვექნება თითოეული საკითხის გარჩევა, ჩვენ ვნახავთ აი ახლა ჩამოთვლილი თეორიების პრაქტიკული განსხეულება, განხორციელება, როგორ ხდება გეშტალტ თერაპიაში და ძენ ბუდიზმს და აი ამ ორიენტაციას აქ დაამჟამად პრინციპს სხეულებრივი, ესე იგი გრძნობების, აქ დაამჟამად მათი განცდის, რასაც ჩვენ ცხადგრძნობა უწოდეთ მნიშვნელობაზე, გვექნება დღეს ყურადღება გამახვილებული. მოდით ვნახოთ ახლა ფონის და ფიგურის შესახებ, რას გვეუბნება გეშტალტი. შეგიძლიათ დააკვირდეთ ახლა ფოტოებს, რომელიც სპეციალურად შევარჩიე. ბევრი ფოტო არსებობს ფონის და ფიგურის აი ამ კონცეფციის ამსახველი, მაგრამ რამდენიმე მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ, ალბათ ეფლის ყველაზე თანამედროვეა მათ შორის და შეგიძლიათ დაინახოთ, რომ გააჩნია რა მოდის, რა მოექცევა აღქმის ფოკუსში. იმიტომ რომ აქ თითოეულ სურათში ჩვენ გვაქვს როგორც ფონში არსებული საინტერესო ძალიან ნახატი, ასევე ფიგურად მეორე კიდევ ფიგურად, ანუ მეორე ნახატი, ნახატში ნახატი გვაქვს წარმოდგენილი და გააჩნია ადამიანის აღქმას, რომელი მათგანი მოექცევა მისი აღქმის ფოკუსში. სხვანაირად რომ ვთქვათ, რომელი ფიგურა აღმოცენდება ფონიდან მის აღქმაში. და თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ აღქმა არის სუბიექტური მოვლენა და ჩვენს აღქმაზე მთელი რიგი საკითხები ახდენს ზეგავლენას. მათ შორის, რომელიც შეიძლება არაცნობიერი იყოს, ადამიანი შეიძლება ვერაცნობიერებდეს თავის მოთხოვნილებას, მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს აღქმას. და სწორედ გეშტალტისტებმა კოფკა, კელერი, ვერთჰაიმერი, რომელიც ჩამოვთვალე ეს კლასიკოსები, რომლებიც აღქმაზე მუშაობდნენ და გეშტალტ ფსიქოლოგიას წარმოადგენდნენ, სამეცნიერო მიმართულებას, რომელიც ადამიანის ფსიქიკის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას აღქმას სწავლობდა, ხომ? დაადგინეს, რომ ადამიანი თავისი მოთხოვნილების მიხედვით ფონიდან როგორც ფიგურას გამოყოფს აღქმის ობიექტს. ქართულ ენაში შეიძლება ვნახოთ ასეთი გამონათქვამი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ასახავს ამას, რომ მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ხო? ის რაც ჩვენ შინაგანად ჩვენი აქტუალობაა, თუნდაც რაიმე ნივთს რომ ვეძებთ, ხომ? ჩვენი აღქმის ფოკუსში ეს ნივთი მოექცევა ხოლმე და სხვა ფონში გადადის. მე შემიძლია შევადარო ასევე ეს აღქმის სპეციფიკა და აღქმის პრინციპი ფოტოაპარატს, ან დღევანდელ დღეს უკვე ძალიან განვითარებულ სხვა гаджеტებს, რომლებიც ფოტოებს ძალიან საინტერესოდ და შეიძლება ფოტოაპარატზე უფრო ხარისხიანადაც იღებენ, ხო? სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ ის ობიექტი მოვაქცევინოთ ფოკუსში და დანარჩენი გადა ფონში. კიდევაც აი ბუნდოვანი, რასაც ბლარს უწოდებთ, ხო? ბუნდოვანება მივანიჭებინოთ თვითონ ტექნიკური აი ამ საშუალების ტექნიკურ საშუალებას, ხო, ამ гаджеტს და ჩვენი აღქმა ასე მუშაობს, რომ რაც ჩვენი მოთხოვნილების საგანია, რაც ჩვენი აქტუალობა, ასე ვიტყვი, ის გამოდის წინა პლანზე და დანარჩენი გადადის ფონში. და როდესაც ჩვენ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ, ანუ რაც ჩვენი აქტუალობა ხდება
მისი, ასე ვთქვათ, აი ამ მიზნის მიღწევა, საკითხის გადაჭრა, მოგვარება რაღაც აქტუალობის, მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაშინ ეს ფიგურა გადადის ფონში და ახალ მოთხოვნილებას უთმობს ასპარეზს. უნდა წამოვიდეს შემდგომში ახალი მოთხოვნილება, რომელიც ასევე განსაზღვრავს ფიგურის გამოყოფას ფონიდან. მაგრამ ნახეთ, რას გვეუბნება გეშტალტ თერაპია, რომ თუ ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას, რასაც ხშირად ფრუსტრაციას უწოდებთ, ხო? ეს არის დაუკმაყოფილებელ მდგომარეობაში დარჩენა. ზოგჯერ ამას უწოდებენ კიდევაც ყოფით ენაზე იმედგაცრუებას. თუ ჩვენ და რამდენადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნილება, რომელიც ვერ კმაყოფილდება, იმდენად ის რჩება გაჩხერილი, ვერ გადადის ფონში. ანუ კვლავ ჩვენს ცნობიერებაში იკავებს იმ ადგილს, რომელიც სინამდვილეში ახალმა მოთხოვნილებამ უნდა დაიკავოს, უნდა გათავისუფლდეს, განიტვირთოს ორგანიზმი დაკმაყოფილების დროს და ეს ვერ ხდება, ვინაიდან აქტუალობა ვერ ამ აქტუალობის გადაჭრა და დაძლევა ვერ ხდება. ამიტომ აი ეს ეგრეთ წოდებული გაჩხერილი ფიგურის დაუსრულებელი გეშტალტის, გაფიქსირებული გეშტალტის ცნებას ჩვენ თერაპიაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ის მართლაც თავს იჩენს ამ რეალობაში. ამისთვის არ არის ხოლმე საჭირო სპეციალური გამოძიებისა და გამოკვლევისა და არქეოლოგიურ გათხრებს უწოდებ ხოლმე მე პირადად ხუმრობით ამ პროცესს, როცა იწყება ხოლმე დაკითხვა კლიენტის, აი მოდი ახლა გამოვიძიოთ რა ხდებოდა მაშინ თუ რა ხდებოდა ბავშვობაში. ეს ფიგურები აქ და ამჟამად თუ ძალიან ასე ვთქვათ ოსტატურია მზერა და აღქმა თერაპევტის, პირდაპირ ხელის გულზე ჩანს, იმიტომ რომ ისინი იჩენენ თავს, გამოვლინდებიან რა არის ამ ფაქტორი ამ დაუსრულებელი, გაფიქსირებული გეშტალტების აქ და ამჟამად წარმოჩენის, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ მოდით ამ ეტაპზე შევთანხმდეთ, რომ ფონი და ფიგურა, ეს სპეციფიკა და მათი მონაცვლეობა არის ჩვენი აღქმის კანონზომიერება. შემდეგ სლაიდზე თქვენ ხედავთ ისევ და ისევ ფიგურებს, რომლებსაც აწერია, რომ ფიგურას აქვს დასრულების ტენდენცია და სწორედაც აღქმის ფსიქოლოგიაში უკვე საუკუნეზე მეტია გეშტალტ ფსიქოლოგიაში გარკვეული იქნა, რომ როდესაც ჩვენ აღვიქვავთ დაუსრულებელ ფიგურას, ჩვენი აღქმა მიილტვის დასრულებისკენ, ანუ რომ შეკრას წრე, აი ნახეთ, შუაში არის სამკუთხედი, რომელიც არ არის ფორმირებული კონტურების მქონე, მაგრამ ჩვენი აღქმა მას როგორც დასრულებულ სამკუთხედს ასე აგვაქმევინებს და აი ეს წრეც, რომელიც თუ დავაკვირდებით ღია, მაინც როგორც მთლიანი დასრულებული წრე ასე აღიქმება. იმიტომ რომ ჩვენი აღქმა მიილტვის, მიისწრაფის დასრულებისკენ. ეს ცნება, თვითონ დასრულების მნიშვნელოვნების ცნება, ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდმა გამოყო ფსიქოანალიზში, დაარქვა მას დაუსრულებელი სიტუაცია, unfinished business, ეს არის დაუსრულებელი ის საკითხი, რომელიც ადამიანს დარჩა ღიად და ვერ დასვა წერტილი. და ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, რომ ეს დაუსრულებელი სიტუაციები მიისწრაფიან უნებლიე განმეორებითობისაკენ. და აი ამ გზით ცდილობენ დასრულებას, დამთავრებას, იმიტომ რომ აი ეს ტენდენცია აქვს ჩვენს ორგანიზმს, რომ ჩვენ გვინდა წერტილი დაუსვათ, დავამთავროთ. ესე იგი ფიგურის დასრულება, დამთავრება და წერტილის დასმა მოვახდინოთ და თუ ეს არ ხდება, აი ეს შინაგანი დაძაბულობა შეიძლება ყველა სიტუაციაში, რა თქმა უნდა, არ იჩენდეს თავს, მაგრამ
აი მსგავსების პრინციპი, ანუ ასოციაციური პრინციპი მოქმედებს აქ როგორც იმ დაუსრულებელი სიტუაციის, ჩვენ ენაზე დაუსრულებელი და ფიქსირებული გეშტალტის მანიფესტაციის, ანუ აქ და ამ მომენტში ამოტივტივების, აღძვრის და არენაზე გამოსვლის წინაპირობას ეს ქმნის. აი მოვიყვანოთ ამის მაგალითი, ვთქვათ, როდესაც ადამიანმა ბავშვობაში ვერ მოახერხა რაღაც თავისი საანუკვარი სურვილის ასრულება. ყველა შეუძლია ახლა თავის ცვლადი ჩასვას ამ ასე ვთქვათ, გამოცდილების მაგალითში და შემდგომში როცა ის წამოიზრდება და უკვე დაასრულებს კიდევაც ზრდას და არის მოწიფული პიროვნება, არა მხოლოდ ბიოლოგიურად, არამედ პიროვნულადაც და ფსიქოლოგიურადაც შეიძლება უკვე ძალიანაც მოწიფული ბრძენი ადამიანია, მაგრამ ის ბავშვობის აუსრულებელი სურვილები თუ ის დაუსრულებელი საკითხები, რომლებიც ვერა და ვერ განხორციელდა, ვერა და ვერ შეესხა იმას ფრთები, მსგავს სიტუაციებში ასოციაციის პრინციპით აი მოდიან წინა პლანზე და აბსოლუტურად არაცნობიერად ხდება ეს ამბავი, ადამიანი მიისწრაფვის, მას აქვს ტენდენცია, რომ აი ახლა დაიკმაყოფილოს, აი ახლა დაასრულოს და რა თქმა უნდა ეს ეხება მატრაუმირებელ სიტუაციებს, სადაც ადამიანმა განიცადა მძაფრი ემოციური გამოცდილება, ნეგატიური გამოცდილება, რომელმაც ანაბეჭდი დატოვა მის ცხოვრებაში და მას ყოველთვის აქვს სურვილი, რომ შეცვალოს ის გამოცდილება და დაამთავროს, ასე ვთქვათ, happy end-ით, როგორც უწოდებთ, ბედნიერი დასასრული მიანიჭოს ამ გამოცდილებას, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის და აქ თერაპიული თვალსაზრისით სხვა პროცესია განსახორციელებელი, მაგრამ აი მუდმივად ხდება აი ამ ნეგატიური გამოცდილების, მატრაუმირებელი სიტუაციების კვლავ და კვლავ ცხოვრებისეულ გზაზე არაერთხელ ამოტივტივება და იმ მიზეზით და იმ მიზნით და იმ მისწრაფებით, რომ ეს დასრულდეს და შეიცვალოს. ნუ აი ეს ფაზლიც, რომელიც მე აქ როგორც ამის ნიმუში ნახეთ, რომ უნდა ჩაჯდეს და დასრულდეს, ხომ? ამის მაგალითად მოვიყვანე და ადამიანი, რომელსაც თავს აქვს მოხვეული ის და არანებებს თავს ის, რაც ვერ დაასრულა და რასაც ვერ დაუსვა წერტილი. რა ვიცი, აი ამ სიმბოლიკით ვეცადე, რომ ეს პრინციპები ვიზუალურად მომეტანა თქვენთვის. კონტაქტის ცნება არის გეშტალტის უმნიშვნელოვანესი კონცეპტი, ვინაიდან ფრიც პერლს მიაჩნდა, რომ კონტაქტი არის სიცოცხლის საერთოდ ორგანიზმის ამ სამყაროში სიცოცხლის და ფუნქციონირების ამსახველი ცნებაა. ვინაიდან ორგანიზმი შედის ურთიერთქმედებაში თავის რეალობაში, ნებისმიერი მომენტი არის ორგანიზმის და გარემოს ურთიერთქმედების, ანუ კონტაქტის გამოხატულება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ხშირად კონტაქტში შეიძლება ადამიანთა შორის კომუნიკაციას გულისხმობდეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ დაიყვანება მხოლოდ ადამიანთა შორის ურთიერთობაზე, ვინაიდან ჩვენ კონტაქტში შეიძლება ვიყოთ ბუნებასთან, ჩვენ შეიძლება კონტაქტში ვიყოთ რაღაც მოვლენებთან, ფიზიკურ მოვლენებთან, პროცესებთან ვიყოთ კონტაქტში. ანუ ყველაფერი ის, რაც რეალობაში ხდება აქ და ამ მომენტში, კონტაქტის საზღვარზე ორგანიზმისა და ველის ურთიერთქმედებას წარმოადგენს. და როცა ვამბობთ ორგანიზმი, ამ სიტყვას როდესაც ვახსენებთ, რა თქმა უნდა, გეშტალტურად, ან მთლიანობითი ხედვა გვაქვს და ფსიქოფიზიკურ მთლიანობას გულისხმობთ ადამიანის, თუმცა როგორც თვითონ ეს სიტყვა თარგმანში მოიხსენიება, ეს სტრუქტურა არის, ხო? და ადამიანის ორგანიზმი
მისი პიროვნება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მოცემულობის ურთიერთქმედებას წარმოადგენს, მაგრამ პიროვნება ბევრად მეტია, ვიდრე მისი ფიზიკური გამოხატულებები და თუნდაც მისი აზრობრივი და გრძნობადი ის სენტენციები, რომელიც ძალიან რთულ შინაარსებს, ძალიან რთულ ფსიქიკურ შემთხვევაში რთულ შინაარსებს გამოხატავს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კონტაქტი თავისი არსით ეს ურთიერთქმედება გარემოსთან ყოველთვის ასე ხავერდოვნად როდი მიმდინარეობს და ხდება კონტაქტის წყვეტა. ანუ როდესაც გარემოსთან ურთიერთქმედება აღარ მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ ადამიანმა თავისი აქტუალობა, თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, იმიტომ რომ კონტაქტის დანიშნულება არის მოთხოვნილების დაკმაყოფილება თავისი არსით და ამისთვის ურთიერთქმედებს ორგანიზმი გარემოსთან, რომ მისი საჭიროებები, მოთხოვნილებები, მისი ასე ვთქვათ, აქტუალობები დაკმაყოფილდეს. მაგრამ აქ ასე მარტივად როდია საქმე, ფრუსტრაციები ვახსენია, როცა ადამიანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ახდენს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ჩვენ გეშტალტში გვაქვს ძალიან საინტერესო დაცვითი მექანიზმების სახელით წოდებული კონტაქტის წყვეტის მოდალობები ან მექანიზმები. ნახეთ, დაცვითი მექანიზმები პრაქტიკულად დღეს მოიხსენიება როგორც კონტაქტის წყვეტის მექანიზმები. და უკვე მოგახსენეთ, კონტაქტი არის, ესე იგი, გარემოსთან ორგანიზმის ურთიერთქმედების პროცესი არის. და ნახეთ რა ხდება, ძირითადი 5, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო მკვლევარი პეტრუშკა კლარკსონი, რომელმაც მე-6 ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დაცვითი მექანიზმი ჩამოაყალიბა და მე ვეცდები თითოეული მათგანი ახლა მოკლედ, ლაკონურად და რაც შეიძლება ნათლად დავახასიათო და მოდით ვნახოთ თითოეულმა შეიძლება იცნოთ, რომელი უფრო გახასიათებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას გვაქვს ეს დაცვითი მექანიზმები და კონტაქტის წყვეტის ესე იგი მოდალობები გვახასიათებს ყველას, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს მაინც გვაქვს რომელიღაც დომინანტური, რომელიღაც წამყვანი. ან ერთი, ან ორი. და ეს უკვე თვით რეფლექსიის, თვის გამოკვლევის, თვით აღქმის საკითხია, ვინ როგორ შეძლებს თავისთვის იმ დომინანტორის შემჩნევას, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს და ყველაზე ხშირად კონტაქტის წყვეტის, ასე ვთქვათ, რეალობას ქმნის მის ცხოვრებაში. მოდით ჩამოვთვალოთ და განვმარტოთ თითოეული მათგანი. და პირველი შემთხვევით არ ვიწყებ დეფლექსიით, ეს არის უგულვებელყოფა, ვერ შემჩნევა, ვერ აღქმა, თვალის არ გასწორება. არც ერთი დაცვითი მექანიზმი გაითვალისწინეთ ფროიდისთან ვიცით ჩვენ ძირითადი დაცვითი მექანიზმები, მაგრამ აქ პერლს სხვაგვარად აქვს წარმოდგენილი, ერთი ცალი არის მხოლოდ საერთო პროექციას შევეხებით აუცილებლად, მაგრამ პერლსმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა გეშტალტის დაცვითი მექანიზმები და მე შემთხვევით არ დავიწყე დეფლექსიით, რომელსაც კლარკსონმა უწოდა ასევე დესენსიტიზაცია, უფრო ზუსტად რო ვთქვათ. როდესაც შეგრძნებაში არ ეძლევა ადამიანს, ვერ გრძნობს ადამიანი თავის მოთხოვნილებას, ვერ ამჩნევს რა ხდება. აი მოდით ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ალბათ ყველას გქონიათ, რომ რაღაც საქმით გართულები ხართ და შეიძლება ამ დროს ორგანიზმს შესცივდა, შეგრილდა და ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება გათბობის. მას აქვს, ვთქვათ, რაღაცის მოხურვის, ჩაცმის, გაჩნდა ეს მოთხოვნილება, მაგრამ ადამიანი შეიძლება გონებით სხვა რამეზე იყოს გადართული და საერთოდ ვერ შეამჩნიოს ის, რომ სცივა
მის კანს აქვს სიცივის შეგრძნება. შიგნით შეიძლება კიდევაც აი ამ სიცივისგან თრთოლის, აი ესეთი პატარა კანკალის განცდაც იყოს. შეიძლება ვერ შეამჩნიოს და თუ ვერ შეამჩნევს, რასაც დეფლექსია ქვია, ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს. ეს მოიტანს იმას, რომ ის ვერ აღიქვამს თავის მოთხოვნილებას. და თუ ვერ აღიქვამს მოთხოვნილებას, მას იმ თავითვე კონტაქტი გაწყვეტილია გარემოსთან და შესაბამისად ეს მოთხოვნილება, რომ მისი ორგანიზმი გარკვეულ ტემპერატურამდე მივიდეს, გათბეს, ეს მოთხოვნილება ვერ დაკმაყოფილდება. აი ესეთი მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ დეფლექსიის, თუმცა უამრავი სხვა შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ან არ იმჩნევს იმას, რაც მისთვის დისკომფორტის მომტანია, ხომ? ხას უსვამ ეს არ ხდება სპეციალურად. ახლა თუ შეგნებულად არ უსწორებ რაიმეს თვალს, იმიტომ რომ კარგად გავაცნობიერე და ასეთი თავისუფალი ნება მაქვს და არჩევანი, რომ ახლა მე ეს არ მჭირდება და ამას არ უნდა მივაქციო ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი ყურადღების მთავარი ობიექტი სხვა რამეა და თუ ეს თავისუფალი არჩევანი და შეგნებული გადაწყვეტილების საკითხია, აქ ჩვენ არავითარ დაცვით მექანიზმებზე და კონტაქტის წყვეტაზე არ საუბრობთ. აქ სულ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე. შევთანხმდეთ, რომ დეფლექსია არის ვერ შემჩნევა, ვერ დანახვა. და თუ ვერ დაინახა და ვერ შეამჩნია, ვერ აღიქვა ადამიანმა თავისი მოთხოვნილების ობიექტი, თავისი მოთხოვნილების, ესე იგი, ფაქტორი, მას ბუნებრივია, რომ ვერც იმოქმედებს მის დასაკმაყოფილებლად და პირდაპირ ვთქვათ, რომ ესე იგი, კონტაქტიც არ შედგება. ეხლა მე სქემა მაქვს მოყვანილი, რომელსაც არ გავართულებ, ვინც იცით ეს კონტაქტის მრუდი, დაინახავთ, რომ ეს არის ენერგიის აღძვრა, იმიტომ რომ ხდება ნერვული სისტემის აგზნება პირდაპირ. ეს ექიმი იყო, ფრიც პერლსი, ფსიქიატრი იყო და აქედან გამომდინარე აგზნებას როგორც ფიზიოლოგიურ მექანიზმს, ხო? ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ მოთხოვნილების გაჩენა ნერვული სისტემის აგზნებასთან არის დაკავშირებული, ეს რა ვიცი, ანბანი არის, ხო? რომელიც თავისთავად გვაგრძნობინებს კიდევაც ფიზიკურად ამ მოთხოვნილების გაჩენას, იმიტომ რომ აი დაიმუხტება ეს ორგანიზმი და მიილტვის, მიისწრაფვის, ინტენციონალობა ქვია ამას გეშტალტში, აი მისწრაფება ჩნდება ამ ობიექტისკენ, მაგრამ თუ ეს ვერ აღიქვა, როგორც ვთქვით, აი ვერ ამჩნევს რაღაცებს, რაც მისი ფიგურაა, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ვერ ხერხდება კონტაქტის დამყარება. ანუ კონტაქტამდელი ფაზა ჩვენ აქ ფაზებად გვაქვს გამოყოფილი. პოლ გუდმენი იყო ფრიც პერლსის თანამედროვე, რომელმაც ძალიან მარტივი 4 ფაზა გამოყო, მაგრამ მე კიდევ უფრო საინტერესოდ მოხდა მათი დეტალიზაცია შემდეგ სლაიდზე მექნება, მაგრამ არ მინდა გავართულო ეს მიმოხელვითი ლექცია და უფრო ადვილად მინდა წარმოგიდგინოთ, რომ ესე იგი კონტაქტი რომ შედგეს, ჯერ კონტაქტამდელი პერიოდი, ფაზა, პრეკონტაქტი, ასე ქვია ამას, ამას აქვს ადგილი და ეს არის იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეამჩნიოს, აღიქვას, გაჩნდეს ეს, ასე ვთქვათ, აგზნება შეგრძნებაში, რომ თანდათან მოხდეს ფიგურის გამოკვეთა ფონიდან, ანუ მოხდეს ცხადგრძნობა იმისა, რა მსურს მე, რა მოთხოვნილება მაქვს. და გაცნობიერდეს, დაერქვას სახელი, რა მინდა, რისი მოპოვება, რისი მოთხოვნილება მიჩნდება აქ და ამ მომენტში. ნახეთ, თუ ყველაფერი წესრიგშია და ადამიანმა მოახერხა ამის აღქმა, რა სურს მას, მაგრამ მერე შემდგომ ხო უკვე მოემართება ეს ორგანიზმი, შემდეგი ფაზა არის, ესე იგი, მობილიზაციის ფაზა. მობილიზდება ორგანიზმი იმისთვის, რომ იმოძრაოს და მოიპოვოს ეს ობიექტი. მაგრამ აქ შეიძლება საწყის მომენტშიც უკვე კონტაქტის დასაწყისშიც უკვე გაწყდეს ეს პროცესი. იმიტომ რომ დააბრკოლოს მოქმედება შეიძლება ინტროექციამ, ინტროექტმა. რა არის ინტროექტი? ინტროექტი ეს არის
დაუღეჭავად გადაყლაპული ის შინაარსი, რომელიც ჩვენ ბავშვობაში თუ აღზრდის პროცესში სრულად გაუაზრებლად გვაქვს მიღებული. მაგალითად, მე ვიცი რომ მინდა მივიდე და ავიღო რაღაც ნივთი. გავაცნობიერე ეს მოთხოვნილება, ჩემი ენერგია მობილიზდა იმისთვის, რომ გადავდგა ნაბიჯი და დავეკონტაქტო ამ ნივთს, კონტაქტში შევიდე, ანუ ურთიერთქმედებაში შევიდე ამ ობიექტთან, ხო? მაგრამ არ მიშვებს აქეთ მოქმედების განხორციელებას ჩემი ინტროექტი, მაგალითად. ამის ხელისხლება უხერხულია. ამ ობიექტთან შეხება არ არის კარგი. ან კიდევ ინტროექტი, მე ეს არ გამომივა, აზრი არ აქვს. ან კიდევ ეს რომ გავაკეთო, ასეთ მოქმედებას ცუდი შედეგი მოყვება. უამრავი ასეთი დებულება გაუაზრებლად გვაქვს ჩვენ შეთვისებული, რაც გვიშლის ხელს მოქმედების დაწყებაში. და სწორედ აქ წყდება კონტაქტი დასაწყის ფაზაზე. ანუ ვიცი რა მინდა, ვიგრძენი პრეკონტაქტის ფაზაზე მიდის პროცესი სრულფასოვნად და კონტაქტირებას ვერ ავახდენ, იმიტომ რომ მაჩერებს ეს ინტროექტი. ეს გაუაზრებელი რაღაც თავში ჩადებული საკითხი, რომელიც არ მიშვებს მოქმედებისაკენ. ეს სხვათა შორის კლარკსონმა დააჯგუფა ესე საინტერესოდ, თორე უამრავი ჩემი კოლეგა უბრალოდ ჩამოთვლიდა ახლა ამას, მაგრამ მე ყოველთვის სტუდენტებს სწორედ აი ამ მოდელს ვთავაზობ, რომ ადვილად დაინახონ, რომელ ფაზაში უფრო მეტად არის რა სახის კონტაქტის წყვეტის მექანიზმი დამახასიათებელი. შემდეგი ვთქვათ, მოდით ესე იგი არ მაქვს ამ ობიექტის მოპოვებასთან დაკავშირებით პრობლემა, არაფერმა არ დამაბრკოლა, ვიგძენი რომ სურს ამ ობიექტის მოპოვება და დავიწყე კონტაქტირება, მოძრაობა დავიწყე ამ ობიექტისკენ და დავკონტაქტი უკვე შევედი ურთიერთქმედებაში, ანუ შედგა ეს კონტაქტი. და უცებ შეიძლება გაჩნდეს დაცვითი მექანიზმი, ანუ კონტაქტის წყვეტის მექანიზმი, რომელსაც ქვია პროექცია. რომ ადამიანმა თავისი ფიქრები მიაწეროს გარემოს და ამის გამო აღარ შევიდეს კონტაქტში ამ პროცესში. მაგალითად, მე მინდა დაველაპარაკო რომელიმე ჯგუფის წევრს, ან ოთახში მყოფ ადამიანს, გრძნობა მსურვილს, რომ მინდა მივიდე მასთან, შევიდე ურთიერთობაში. გადავდგი ნაბიჯი უკვე, მივდივარ მისკენ და უყურებ მას და თავში მიჩნდება აზრი. უი, მას ისეთი სახე აქვს, რომ ნამდვილად არ უნდა ჩემთან საუბარი. ან მე მას ახლა სახეზე ვამჩნევ, რომ არ ვაინტერესებ. ეს არის საკუთარი აზრების მისთვის მიწერა. ან შეიძლება პირიქით იყოს, რომ გაიხედოს, გამოიხედოს ადამიანმა, უნდოდეს კომუნიკაცია, განსაკუთრებით აი ექსტრავერტები არიან ადამიანები, რომლებიც შესულები არ არიან გარემოში, რომ უნდათ სასწრაფოდ ძალიან აქტიური კომუნიკაციის დაწყება, ხო? და შეიძლება გაიხედონ, გამოიხედონ, აბა ვისთან მოუნდებათ ახლა, ვისთან გაუჩნდათ სურვილი, რომ მიახლოვდნენ და დაიწყონ კონტაქტი და უცბად რომელიღაც ადამიანი შეიძლება თავისი ზის და რაღაც სასიამოვნო მოგონებები აქვს თავში, იღიმება და სასიამოვნო, ასე ვთქვათ, გამომეტყოლება აქვს და იმან მიაწეროს, რომ უი, ეს მე მიღიმის. ესე იგი, მოვწონვარ, ან ჩემს მიმართ სიმპათია გაუჩნდა. მიაწერა თავისი აზრი. რა შთაბეჭდილებაც დარჩა, მიაწერა პირდაპირ, აი პროექტორი, ხო, აქედან მოდის ეს ტექნიკური დღეს თანამედროვე საშუალება, რომელიც აჩვენებს რას? ესე იგი, კედელზე აჩვენებს, ხო? კედელზე ასახავს იმას, რაც არის ამ შემთხვევაში კომპიუტერში ფაილის სახით წარმოდგენილი, ხო? ანუ პროექცია არის, როდესაც ასახავ და მიაწერ სხვაზე, გადაიტან და სხვაზე ასახავს საკუთარ აზრებს, ხო? აი ეს პროექცია არის
კონტაქტის წყვეტის მექანიზმი. იმიტომ რომ რეალურ ურთიერთქმედებაში ვეღარა ვართ, როდესაც ჩვენი თავში დატრიალებული აზრები გონია სინამდვილე, მივაწერთ იმას სხვას და იმის მიხედვით გავაგრძელებთ იქ მოქმედებას, ხო? მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ რეალური ცოცხალი და ნამდვილი კონტაქტი არ არის ის. ის არის ამ შემთხვევაში თუ პროექციას მივყვებით, ხო? საკუთარ თავში გაჩენილი რაღაც მოსაზრებების მიხედვით გაჩენილი, ესე იგი, განვითარებული მოქმედება, ხო? ანეკდოტიც არის, რომ ადამიანი მიდის, რომ გამოართვას მეზობელს უთო. იცით ყველამ ეს. ხო და, გაჩნდება თავში ფანტაზიები და რომ მივა მერე და კონტაქტში შედის, როგორ არ შედის, აღებს ამ ანეკდოტში ის მეზობელი და ეუბნება, რომ შენი უთო შენთვის შეინახეო. შედგა კონტაქტი, მაგრამ თავში იმდენმა პროექციულმა აზრმა, ასე ვთქვათ, იჩინა თავი, რომ საბოლოოდ ეს კონტაქტი აი ასე სრულიად არაბუნებრივად, რბილად რომ ვთქვათ, წარიმართა, თუ არა ვიტყვით უცნაურად, ხო? აი ამიტომ ეს წყვეტა თავისი არსით ნიშნავს, რომ ისე არ მიდის, როგორც უნდა წავიდეს, არამედ სხვანაირად მიმდინარეობს და არა იმ ბუნების მიხედვით, რომელიც არის ცოცხალი ურთიერთქმედება და არა რაღაცა საკუთარ თავში რომ რაღაც მოტივები ჟღერს ხოლმე, მეყვარს თქვა, საკუთარი ჯაზის მიხედვით, როცა არიწყებს მუსიცირებას ადამიანი რეალობაში, ხო? შემდეგი დაცვითი მექანიზმი, ან კონტაქტის წყვეტის მექანიზმი რეტროფლექსია. რეტრო სიტყვა კარგად ვიცით, შემოbrunებას ნიშნავს, ხო? მოდაში არის რეტრო, 60-იან წლებში რო იყო, ეხლა შემოbrunდა ის მოდა 21 საუკუნეა და რაღაც საინტერესო ფორმებია, მაგრამ სიტყვა რეტრო, რომელიც შემოbrunება, აქ საკუთარი თავისკენ ენერგიის შემოbrunებას, ანუ მოქმედების გარეთ მიმართული, ხო, კონტაქტის ობიექტზე მიმართული მოქმედების მკვეთრად საკუთარ თავზე შემოbrunებას გულისხმობს და ეს უკვე კონტაქტირების იმ სრულფასოვან პროცესში მიდის, რასაც სრულ კონტაქტს უწოდებს გეშტალტ თერაპია, როცა ადამიანი მოქმედებს, მაგალითად, აკეთებს რაღაცას, უხსნის თქვათ ადამიანს, თქვათ რაღაცა რთულ საკითხს, შეიძლება ლექტორი უხსნის რაღაც კონკრეტულ მნიშვნელოვან თემას თავის სტუდენტებს და შუა აი ამ პროცესში უბრალოდ ფინალური ფაზისკენ უკვე შევიდა პროცესი მიმდინარეობს და ახსნის პროცესია და წყდება კონტაქტი. ადამიანმა შეიძლება მაგალითად საკუთარ თავს უკმაყოფილების, ესე იგი, და ბრალდებების კორიანტელი და კასკადი დააყაროს ამ დროს, ანუ შეაბრუნოს და თავის მიმართ რაღაცა უკმაყოფილება გააჟღეროს, ან იგრძნოს ეს უკმაყოფილება, ან საკუთარი თავი დაადანაშაულოს ამ დროს, ან შეიძლება გააბრაზოს ადამიანი ამ დროს ობიექტმა, მაგალითად, არ უსმენდეს სტუდენტი მას, იმიტომ რომ რა ვიცი, თავისი საფიქრალი და სალაპარაკო აქვს, ხო? და ამ დროს ლექტორმა თავი დაიდანაშაულოს, რომ როგორც ჩანს, მე არ ვარ კარგად მომზადებული, ან როგორც ჩანს, მე ვერ ვხსნი ამას კარგად. ანუ კი არ არკვევს ობიექტთან, რა ხდება ამ მომენტში. არამედ შეაბრუნებს, შემოაბრუნებს, მოატრიალებს ვექტორს, ისარს. აი ეს ენერგია ხო იხარჯება ობიექტთან კონტაქტირების პროცესში. შემოbrunდება ეს ენერგია და საკუთარ თავზე ხდება მისი მიმართვა და წყდება კონტაქტი, ხო? თუ მე რომელიმე თქვენგანი არ მომისმენს, მე თუ თქვენთან კონტაქტში ვრჩები, მანდა დავსვა კითხვა, რომ რა არის ახლა რაც თქვათ აი ამ ჩემს ლექციას წყვეტს, თქვათ რაიმე კითხვა ხომ არ გაგიჩნდათ, ან იქნებ რაიმეა გაუგებარი. თუ მე კონტაქტი შევწყვიტე და ისევ ჩემი პირადი
შეხედულებების მიხედვით ჩემ თავზე მოვმართე ეს ენერგია, ჩემი თავის დასჯა დავიწყე, ჩემ თავზე გაბრაზება, ჩემი თავის ბრალდება, განაწყენება, სხვათა შორის წყენა არის რეტროფლექსირებული ბრაზი გეშტალტის მიხედვით. როდესაც ბრაზი კი არ არის ასე ვთქვათ კონკრეტულ კალაპოტში მოქცეული და გარეთ გამოხატვაზე ორიენტირებული და განტვირთული, არამედ მექანიკურად შიგნით ტრიალდება. და აი ეს რეტროფლექსია ფინალურ კონტაქტში წყვეტს აი ამ ურთიერთქმედებას კონტაქტის საზღვარზე, მე საზღვრის საკითხზე გადავალ შესვენების შემდეგ და აი კლარკსონის მიერ შემოტანილი ეგოტიზმი. როდესაც დამთავრდა კარგად, მშვენივრად, ბუნებრივად ეს ურთიერთქმედება, არც ერთ სხვა დაცვით, არც ერთ ჩემს მიერ ჩამოთვლილ კონტაქტის წყვეტის მექანიზმს არ შეუქმნია ეს წყვეტა და დაბრკოლება, ეს დაცვითი მექანიზმები არ გამოვლენილა და დასრულდა უკვე თითქოს მოქმედება და რატო ვამბობ თითქოს, იმიტომ რომ უკვე ვთქვი, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოაქვს, ხო? იმ მოქმედებას, რომელიც ამ მოთხოვნილების ობიექტთან კონტაქტირებას და ურთიერთქმედებას გულისხმობს. მაგრამ ეგოტიზმი არის ესეთი ცნება, რომელიც კლარკსონმა შემოიტანა და ბევრი არ არის ამაზე, ბევრ ასე ვთქვათ სტატიას ამაზე ვერ ვნახავთ, ჩვენ არ არის დაწერილი ბევრი, მაგრამ ნახეთ, ის რაც ძალიან მკაფიოდ არის ფოკუსში მოქცეული, ეს არის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა. როდესაც ვეღარ აღიქვამს ადამიანი დასრულდა მოქმედება და რა არის ახლა ეს კმაყოფილება უნდა იგრძნოს, ხო? დაკმაყოფილება უნდა იგრძნოს და თითქოს საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და ვერ გრძნობს კმაყოფილებას. რაღაც არის ის, რაც ამ კმაყოფილების განცდას და ფიზიკურ შეგრძნებას ეღობება. და ეს არის გაუფასურება ხშირ შემთხვევაში. აი ამ თავისი მოქმედების, თავის მიერ განხორციელებული აქტივობის გაუფასურება არ აძლევს ადამიანს საშუალებას იგრძნოს კმაყოფილება იმით, რაც განახორციელა. ყველა დაცვითი მექანიზმის საფუძვლად მდებარე მაინც არის ის ჩვენი ინტროექტები, ანუ ის ჩვენი გამოცდილება, აღზრდის პროცესში მიღებული ის ჩანერგილი დებულებები, ის სტილი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს ხოლმე თავს იმის მიხედვით, თუ რა მსგავსება აქვს, თქვათ, იმ წარსულს და დღევანდელ რეალობას. და აი ეს გაუფასურება ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მკაცრი, გადამეტებული ჰიპერმომთხოვნელობის მქონე მშობლების აღზრდის სტილის პროდუქტია ეს, როდესაც ზდასრული აკეთებს და კარგადაც აკეთებს და უნდა იყოს კმაყოფილი იმისა, რაც მან განახორციელა და ის მიჩვეულია, რომ მისი ავტორიტეტი მას უუფასურებს იმას, რაც მან გააკეთა. და ამიტომ ეს კმაყოფილება, იმიტომ კი არ დგება, რომ მას ფიზიკურად არ აქვს საშუალება, რომ იგრძნოს ეს დასრულება, შვება, გათავისუფლება, იმიტომ რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ეს შეგრძნებები მოაქვს. არა, აი აქ ჟღერს ის შინაგანი ხმა, რომელიც აუფასურებს. ეს არაფერი არ არის. რა არის აქ განსაკუთრებული? არაფერი საინტერესო. რა არის ახლა ეს დიდი აღსანიშნავი ამაში არაფერია. და აი ბოლო ეტაპზე აი ეს მრუდი, ნახეთ, ახლა კურსორით ვეცდები ვაჩვენო, ნახეთ, მრუდი, რომელიც უკვე უნდა განმუხტვა, განტვირთვაზე არის ორგანიზმი, აგზნება მოხდა, შევიდა კონტაქტში ობიექტთან, კონტაქტირება მოახდინა, ფინალური კონტაქტი მოხდა, უნდა დაკმაყოფილდეს და გამოვიდეს. ანუ უნდა წავიდეს ეს ფიგურა ფონში, რომ ახალი გაჩნდეს, ახალი მოთხოვნილება. არ არის, ვერ გრძნობს კმაყოფილებას. და ამიტომ ის, რაც განახორციელა,
ეს კონტაქტი აქ წყდება იმ ობიექტთან ფაქტობრივად გაუფასურების ხარჯზე და ადამიანს ეს რაღაც უარყოფით, ასე ვთქვათ, ანაბეჭს, კვალს უტოვებს, ნაცვლად კმაყოფილების და სიხარულისა, რომ მან განახორციელა ის ქმედება, რომელიც მისთვის იყო აქტუალური. მაგრამ თუ ეს არ ხდება და თავისთავად კმაყოფილების განცდა მოდის, ახალი მოთხოვნილების გაჩენას ხელს უშლის დაცვითი მექანიზმის სახელად კონფლუენცია. ეს არის თარგმანში შერწყმა. როდესაც ადამიანი ვერ ასხვავებს საკუთარ თავს სხვისგან, ვერ ასხვავებს თავის მოთხოვნილებას სხვისი მოთხოვნილებისაგან და თითქოს იმოქმედა და დაიკმაყოფილა ეს მოთხოვნილება, მაგრამ ვერ გამოდის იქიდან და ახალი მოთხოვნილების გაჩენის პერსპექტივაც კი არ ჩანს იმის გამო, რომ ის ვერ არჩევს ეს თავისია თუ სხვისი. და ეს ხშირად ხდება ხოლმე თვალს თავს იჩენს ეს კონფლუენცია, როგორც დაცვითი მექანიზმი ჩვენს ლექსიკაში. ჩვენ გვინდა, ჩვენ არ გვინდა, ჩვენ წავედით, ჩვენ მოვედით, ჩვენ გამოკვლევა ჩავიტარეთ, ჩვენ წელს აბიტურიენტები ვართ, ჩვენ ჩავაბარეთ ამ და ამ ფაკულტეტზე და ვსწავლობთ აქ და წელს დიპლომზე ვართ, ჩვენ ვამთავრებთ წელს უნივერსიტეტს. არ ხდება მესა და სხვა ორგანიზმის, რომელიც გასაგებია, რომ ძალიან ახლო ორგანიზმია, ყველას გეღიმებათ ახლა ჩემს მოყვანილ აი ამ ფრაზებზე. ახლო ორგანიზმია, იმიტომ რომ ყველაზე ახლო ურთიერთობა არის ხოლმე, ვთქვათ, მშობლებსა და შვილებს შორის თავისი არსით. სხვა თუ არაფერი, უმეტესწილად ბიოლოგიურიც არის ეს სიახლოვე, მაგრამ რა ვთქვათ, დაბადებისთანავე ეს უკვე სხვა ორგანიზმია, ხო? ის რომ ხდება განცალკევება ამ ორგანიზმების და უკვე აღარ არის ახალჩობილი იმ ასე ვთქვათ, სამოთხისეულ გარემოში, რომელსაც ემბრიონული მდგომარეობა ქვია, ამის ნათელი და ფაქტობრივი მტკიცებულება არის დაბადების აქტი, ფიზიკური განცალკევება. და ფსიქოლოგიური, ანუ ემოციური სიმბიოზის წყვეტა 3-დან 6 წლამდე პერიოდში ხდება, როდესაც ბავშვი იწყებს დამოუკიდებელი უნარჩვევების გამოხატვას და კარგ ვარიანტში მას არ უშლიან ხელს ამ საკუთარი მეშემიძლიას განცდის დაკმაყოფილებაში. მაგრამ როდესაც მშობლები უკვე იმ ასაკის შვილების მშობლები არიან, რომელნიც სწავლობენ უნივერსიტეტებში, ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ჩვენ დიპლომზე ვართ და წელს ვამთავრებთ უნივერსიტეტს, აქ არ მომხდარა არც ემოციური სიმბიოზის სეპარაცია არ მომხდარა, ანუ განცალკევება ფიზიკური გარდა ფიზიკურისა, ესე იგი ფსიქოლოგიური განცალკევებაც არ მომხდარა და ამ შემთხვევაში აი ერთიანი სიმბიოზური აღქმა ხდება საკუთარი და სხვა ადამიანისა, რომელსაც ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს ზრდასრული შვილი. ამიტომ ასეთი ვითარებები და სხვა შორის ცოლ-ქმრის ურთიერთობა, სადაც არ ხდება, შეიძლება ერთ-ერთი დომინანტურია და მეორე დაქვემდებარებული და ამ დაქვემდებარებულს, იმიტომ რომ სტილი აქვს ასეთი, მას ვერც აქვს იმის გარჩევის უნარი, ნამდვილად უნდა ის, რასაც მას თავაზობენ, თუ ეს მისი ნახევრის, ასე ვთქვათ, მეორე ნახევრის მოთხოვნილებაა. გეშტალტ თერაპიაში ითვლება, რომ ბუნებრივი ძალიან და ორგანული ეს კონფლუენცია არის ჩემი მიერ უკვე ხსენებული ესე იგი ემბრიონული მდგომარეობა ნაყოფის და დედის ორგანიზმის, ეს ნამდვილად ბუნებრივი კონფლუენცია არის, როცა ორი ერთშია, ხო?
დედის კვებაზეა დამოკიდებული ემბრიონის კვება, დედის ემოციებს განიცდის, დედის სიხარულს თუ დედის წყენასა და ტკივილს. და მეორე ასევე ბუნებრივი კონფლუენცია, ეს არის სექსუალური აქტი, როდესაც ორი ორგანიზმი ხდება ერთი მთლიანობა. როცა სექსუალური აქტი დასრულებულია, მაშინ ორი ორგანიზმი ისევ უნდა სეპარირდეს და თითოეულს თავისი სხვა თუ არაფერი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უნდა გაუჩნდეს. ამიტომ ყველა სხვა კონფლუენცია და შერწყმა არის არაბუნებრივი და ადამიანის დეზორიენტაციის წინაპირობა და სწორედ ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ადამიანი ვერც ხვდება მას რა უნდა. ანუ მოთხოვნილების გაჩენა, მისი ცხადგრძნობა, სენსიტიზაცია, რასაც ქვია, ვერც მოხდება, იმიტომ რომ მან არ იცის რა უნდა. ის ცხოვრობს სხვისი სურვილების მიხედვით და ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს რადიკალურად ყოველთვის არ ხდება ხოლმე, მაგრამ სხვადასხვა გამოვლინებები საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ადამიანი დაბნეული იყოს და შეექმნას მთელი რიგი პრობლემები. მე მინდა გადავამოწმო ახლა საათით, მე მგონი ჩვენი შესვენების დროა. და 15 წუთი აი ამ დაცვითი მექანიზმების გადამუშავება, ასიმილაციის პროცესს დაუთმოთ თქვენ თავისთავად მოხდება ალბათ ეს ამ 15 წუთიანი შესვენების დროს. მადლობთ.